23 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადქებულ წმინდა მოციქულს სვიმონ კანანელს მოიხსენიებს. უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ეს დღე აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისა და ერთობისათვის პარაკლისი აღესრულა. მსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა და სამოქალაქო პირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი შესრულდა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრამ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი და სხვა სასულიერო პირები. პარაკლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. პატივცემულო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებო, ყოვლად სამღვდელონო, მეუფენო, მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას. ღვთის დიდი წყალობაა, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, რომელთა შორის იყო წმინდა მოციქული სვიმონ კანანელიც. იგი წარმოშობით იყო კანას გალილეიდან. და სწორედ მის სახელს უკავშირდება და მის ოჯახს უკავშირდება უფალ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული პირველი სასწაული, წყლის ღვინოთ გადაქცევა კანას გალილეაში, სწორედ სვიმონ კანანელის ოჯახში, მის ქორწილში. იგი იყო იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან და აი მან შეიცნო იესო ქრისტე როგორც მესია, როგორც სოფლის მხსნელი, დატოვა თავისი ოჯახი და გაყვა ქრისტეს. და როდესაც იესო ქრისტეს ამაღლების შემდეგ და სულთმოფენობის შემდეგ მოციქულები გაემართნენ სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად, წმინდა სვიმონ კანანელი წამოყვა ანდრია პირველწოდებულს საქართველოში, იქადაგა მასთან ერთად დასავლეთ საქართველოში, შემდეგ დარჩა აფხაზეთში წარმართა მოსაქცევად, სადაც მოწამებრივად აღესრულა ანაკოფიაში და მისი საფლავის ადგილზე მოგვიანებით ახალი ათონის მთაზე აიგო შესანიშნავი მონასტერი. დღემდე შემორჩენილია ის მღვიმე, სადაც იგი მოღვაწეობდა და წმინდა სვიმონ კანანელი არის დიდი მფარველი საქართველოსი, ჩვენთვის მლოცველი და განსაკუთრებით აფხაზეთის დიდი მფარველია. როდესაც ჩვენ ვეცნობით მის ცხოვრებას, ვიხსენებთ მის ღვაწლს, ვაცნობიერებთ, რომ აფხაზეთი ჩვენთვის არ არის მხოლოდ ისტორიული თუ პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე მხარე, არამედ დიდი სულიერი და მოციქულებრივი მემკვიდრეობაა და სიწმინდეა ჩვენთვის დიდი. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ საშინელ ომს,
რომელიც ჩვენ გამოვიარეთ იმ ტრაგედიას. დღეს ჩვენ გადავიხდით პარაკლის აფხაზეთისთვის, საქართველოს გამთლიანებისთვის, მშვიდობისთვის, ასევე პანაშვიდს ომში დაღუპული მეომრებისთვის, ადამიანებისთვის. ეს იყო საშინელი მოვლენა, ათასობით ადამიანი დაიღუპა, როგორც ქართველთა მხრიდან, ასევე აფხაზთა მხრიდან. 300,000 ადამიანამდე განიდევნა თავიანთი სახლებიდან, თავიანთი მშობლიური კუთხიდან, ეთნიკური ნიშნით, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველები არიან. და შედეგად ეს უმშვენიერესი მხარე დღეს არის ოკუპირებული და ჩამოშორებული საქართველოს, რა თქმა უნდა, დროებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს მოვლენა დროებითია და აუცილებლად გამოსწორდება. და რაშია გამოსავალი? ახსნა უპირველეს ყოვლისა მშვიდობიან შერიგებაში. მაგრამ ამისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოვლენა იყო ჩვენი ცოდვების შედეგი, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების. იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალში მომხდარ ომზე და ტრაგედიაზე. და აი გამოსავალია, რომ ჩვენ გავაცნობიეროთ ყველა მხარემ ჩვენი ცოდვები, ჩვენი შეცდომები. გამოსავალია სინანულში და ურთიერთ შენდობაში. ეს არის გზა ქრისტესი, ის გზა, რომელიც გვიანდერძა წმინდა სვიმონ კანანელმა. ეს არის იმ ძმური სიყვარულის აღდგენა, რომელიც მუდამ სუფევდა ჩვენსა და აფხაზებს შორის და ოსებს შორის. და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და სულ მალე ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოს. დღეს ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. მხოლოდ ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, გაძლიერდეს. სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას. და ბოლოს მინდა გაგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის შეგონება ჩვენდამი. იგი ამბობს, რომ თუ გინდათ აფხაზეთის გადარჩენა, თუ გინდათ აფხაზი ხალხის გადარჩენა, ჩვენ ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ. ერთიან სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. აი მხოლოდ მაშინ გადარჩება აფხაზეთი. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ლოცვით უფალმა ინებოს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილების თავიანთ სახლებში დაბრუნება. წმინდა სვიმონ კანანელის ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს საქართველო. ამინ. აღსანიშნავია, რომ დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე დილით წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა აღასრულა. წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილები დალოცა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს აფხაზეთობას ულოცავდნენ და ამ დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. ეკლესია დღესასწაულს წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დღევანდელ დღეს დაწესდა აფხაზეთობა, უკვე წლები იმართება აფხაზეთობა
და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საზეიმო მსახურება შესრულდა წირვა წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა შეასრულა, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფეშიომ შეასრულა პარაკლისი წმინდა სვიმონ კანანელისა და პანაშვიდი იმ ადამიანების სულისაუხად, ვინც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის დროს გარდაიცვალნენ მართლმადიდებლები. ღმერთმა დაალოცოს სრულიად საქართველო და ინებოს, რომ მალე გაერთიანებული იყოს აფხაზეთი და საქართველო. ამინ. მთელ საქართველოს ულოცავ მოციქულის სვიმონ კანანელის ხსენებას, რომელიც მოღვაწეობდა საქართველოში და მისი მოწამეობრივი სიცოცხლე აღასრულა აფხაზეთში სხვა მოციქულებთან ერთად შემოვიდა და ის დარჩა საქართველოში და გვყავს წმინდა მოციქული, რომლის ხსენებასაც აღვნიშნავთ დღეს. და დღევანდელ დღეს აღსანიშნავია ისიც, რომ უწმინდესმა 2014 წელს დააწესა დღესასწაული აფხაზეთობა. სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე შენდება სვიმონ კანანელის ტაძარი, რომელიც არის შერიგების ტაძარი. ღმერთმა ინებოს, რომ მალე გასრულდეს ღვთისშეწევნით და ყველას თანადგომით ამ ტაძრის შემოვლობა ღვთისადიდებლად და ერის გასაერთიანებლად. ულოცავ უწმინდეს და მადლობას მოუხდით ამ ძვირფასი დღის დაწესებისათვის და ღმერთმა ერთიანად აღგვანიშნოს ეს გაამთლიანებულ საქართველოში. სრულიად საქართველოს მიულოცავთ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს. ბედნიერია ერი, რომელსაც მოციქულმა უქადაგა და ამავდროულად მნიშვნელოვანია ის, რომ სწორედ სვიმონ კანანელის საფლავი აფხაზეთში მდებარეობს. მადლიერების დღე არის დღევანდელ დღეს ასევე, რადგან სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მადლიერების ნიშნად შენდება სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი, რომელიც რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მშვიდობით განსრულდება. ასევე დღევანდელ დღეს აღინიშნება აფხაზეთობა. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით წლების წინ დადგინდა ეს დღე და აქამდე სხვადასხვა ტაძრებში აღესრულებოდა. დღევანდელ დღეს კვლავ სამების საკათედრო ტაძარი არის მასპინძელი ამ დღის და სრულიად აფხაზეთის მოსახლეობას და საქართველოს კიდევ უხსურებთ ბედნიერებას, წინსვლას და ძალიან მალე თავიანთ სახლებში დაბრუნებას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში არის წმინდა მოციქულის სვიმონ კანანელის დღე. მის ქადაგებაში ნახსენებია აფხაზეთი, შესაბამისად მისი მოღვაწეობა ეფუძნება იმ სიყვარულს, ურთიერთმიტევებას და მშვიდობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ამ დღეს აღნიშნავთ ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად. ულოცავ სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ სამყაროს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს. უწმინდესმა და უნიტარესმა ილია მეორემ ბრძანა, რომ მშვიდობით, სიყვარულით და ლოცვით საქართველო გამთლიანდება და ჩვენ მისი გვჯერა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პატრიარქი როგორც წლების წინ ლოცულობდა და წირვას აღავლენდა ხან სოხუმში, ხან გაგრაში, ხან ოჩამჩირეში, ზუსტად ესე იქნება და საქართველო გამთლიანდება და ღვთის ძალით სვიმონ კანანელის ლოცვით, ჩვენი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დავბრუნდებით თითოეული ჩვენგანი ჩვენს აფხაზეთში. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს საპატრიარქოს ჩართულობით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ფოტოგამოფენა. გარდა ამისა, აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. დღევანდელი ღონისძიება კონცერტით დასრულდა. ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა და აქ შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა. შემოქმედებითი საღამოს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და სხვა გამომსვლელებმა. კონცერტზე საგალობლები და სხვადასხვა სიმღერა შესრულდა. აქ შეკრებილები დღევანდელი დღით გამოწვეულ სიხარულზე საუბრობდნენ. დღეს გახლავთ სვიმონ კანანელის ხსენების დღე. ეს არის ქრისტეს მოციქული, რომელიც თავის ქორწილიდან შეუდგება ქრისტეს, ამიტომაც ის მოშურნედაც იწოდება მეორენაირად
როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მაცხოვართან ერთად იმყოფებოდა კანას გალილეაში, იქ ერთ-ერთ ოჯახში, სიმონ კანანელის ოჯახში, ღვინო გაუთავდებათ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის თხოვს მაცხოვარი იესო ქრისტეს, რომ წყალი ღვინოდ გადააქციოს და ეს ოჯახი დაიფაროს ამ სირცხვილისაგან და უხერხულობისაგან და მართლაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნას, დედის თხოვნას გაითვალისწინებს მაცხოვარი, აღასრულებს თავის პირველ სასწაულს და ამ ოჯახს დაიცავს და დაიფარავს გასაჭირისა და სირცხვილისაგან. აღსანიშნავია ის, რომ სიმონ კანანელის სახლი დღეს მდებარეობს აფხაზეთში, რადგანაც ის არამხოლოდ თუ ქადაგებდა საქართველოში და მოღვაწეობდა, არამედ იგი აღესრულა მოწამეობრივად და საფლავი მისი მდებარეობს აფხაზეთში. ამიტომაც მისი სახლი დღეს შეიძლება ითქვას, რომ არის აფხაზეთი, საქართველო და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი არის ფარველი საქართველოს, რადგანაც საქართველო არის მისი წილხვდომილი და ამავდროულად სიმონ კანანელის საფლავიც გახლავთ ჩვენთან და ჩვენ ღრმად ვწამს, როგორც სიმონ კანანელის სახლი ქორწილის დროს გაჭირვებისა და სირცხვილისაგან დაიფარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის თხოვნით უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ასევე დღესაც ეს ფარველობა არ მოაკლდება, რა თქმა უნდა, აფხაზეთს და სრულიად საქართველოს. დღეს სამების საკათედრო ტაძარში იყო ჩატარებული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო ნახატები, წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კულტურული წარმოდგენები, სიმღერები მოვისმინეთ ჩვენ და ეს მეტად მნიშვნელოვანი არის ამ დღის ესე აღნიშნა, რადგანაც ეს არის შეხსენება მომავალი თაობისათვის, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ნაწილი გახლავთ აფხაზეთი და მისი უწმინდესობა მოგეხსენებათ იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი პატრიარქობამდე. ხოლო პატრიარქობის ჟამს მან თავის ტიტულატურაში დაიმატა მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთისა, რითაც მთელ მსოფლიოს შეახსენა, რომ აფხაზეთი არის საქართველო და არა მხოლოდ ოდენ ერთჯერადად შეახსენა, არამედ ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიებში, სადაც აღესრულება წირვა ლოცვა, იხსენიებიან მსოფლიოს ყველა მართლმადიდებელი პატრიარქები. იხსენიებენ არა მხოლოდ სახელობითად, არამედ მთელი სრული რეგალიებით. ასე რომ მსოფლიოს ყველა კუთხეში დღეს ისმის მართლმადიდებლურ ტაძრებში ლოცვა, წირვა და ისმის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორესადმი აღვლენილი ლოცვა, სადაც მოხსენიებულია ასევე აფხაზეთი. ამიტომაც ისინი არა მხოლოდ მისი უწმინდესობისთვის ლოცულობენ, არამედ თავისთავად ლოცულობენ აფხაზეთისთვისაც. და პატრიარქის სიტყვები არის ეს, რომ მე ისე არ დავტოვებ ამ ქვეყანას, სანამ არ ვნახავ მას გამთლიანებულს და ჩვენ გვწამს და იმედი არ უნდა დავკარგოთ არავინ და თვითეულმა ჩვენგანმა ჩვენი წილი ქვა უნდა დავდოთ ამ ჩატეხილი ხიდის მშენებლობაში. ღმერთმა დაალოცოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გადაწყვეტილებით დღევანდელი დღე სიმონ კანანელის ხსენების დღე დადგენილია აგრეთვე როგორც აფხაზეთის დღე. აფხაზეთის დღეები სხვადასხვა სივრცეში ტარდებოდა, მაგრამ დღეს ეს ტარდება აი ამ წმინდა ადგილას და ამას ალბათ სიმბოლური დატვირთვა აქვს. მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ აფხაზეთის დაბრუნების დღე მოახლოებულია და მე ამას უკავშირებ ამ სივრცეში აფხაზეთის დღის ჩატარებას. ეს ხომ ურთიერთმიტევების, შერიგების და გაერთიანების დღეა. აფხაზეთის დღე, აი სწორედ ეს არის არსი მისი. და ამაზე უკეთესი ადგილი იმისათვის, რომ ჩვენ შევრიგდეთ ერთმანეთს მიუტევოთ, საქართველოში მეტი არ არის. ყველაზე წმინდა ადგილი ეგ არის და ამიტომ აქ გადაწყდა ამ ღონისძიების ჩატარება. მინდა პირველ რიგში სრულიად საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე, სიმონ კანანელის ხსენების დღე, უწმინდესმა დააწესა ეს დღე როგორც აფხაზეთის ზეიმი და აფხაზეთის დღე და მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო და განსაკუთრებით ჩვენს აფხაზეთელებს, ენგურს მიღმა და ენგურს გამოღმა მაცხოვრებლებს, ჩვენს აფხაზებს, დებს, ძმებს და მინდა ვისურვო, რომ სიმონ კანანელის ლოცვა კურთხევით ღმერთის შეწევნით ძალიან მალე გვეზეიმოს ეს დღე აფხაზეთში გაერთიანებულ გაბრწყინებულ საქართველოში. გულითადად მოგილოცავთ აფხაზეთობას ყველას. და როგორც არქიტექტორი ვიტყვი იმას, რომ სამების ტაძრის ეზოში პატრიარქის ლოცვა კურთხევით ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს აშენდება სიმონ კანანელის სახელობის ტაძარი, რომელიცაც პატრიარქმა წლების წინ დაარქვა სიყვარულისა და შერიგების ტაძარი. და მაშინ ესე თქვა პატრიარქმა, რომ ეს ტაძარი აშენდება და როცა აშენდება, მაშინ დაუბრუნდება საქართველოს აფხაზეთი. ეს დღევანდელი დღე არის
ნიშანი იმისა და ამ ტაძრის საძირულის კურთხევა იმისა, რომ ეს პროცესი მგონი რომ დაწყებულია. გილოცავთ აფხაზეთობას, ძალიან ემოციური დღე არის, დღევანდელი დღე, სიტყვა აფხაზეთი უკვე სევდიან ემოციას იწვევს ყველა ქართველში და ღმერთს ვთხოვთ ყველანი, რომ აი ეს სევდა სრულყოფილი სიხარულით შეიცვალოს და უახლოეს მომავალში დიდი სიხარულით გვეზეიმოს აფხაზეთობა განთლიანებულ საქართველოსთან ერთად. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარდგნენ შავნაბადა გუმბათი, ყოვლაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამრევლო სკოლის გუნდი და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი. კონცერტს უძღვებოდა მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი. ღონისძიებას სასულიერო პირები, საქართველოს პარლამენტის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტი მრავალჟანრით დასრულდა.